უახლოესი მომავლის ფინანსური პროგნოზი თქვენთვის. არსებული ვიდეო არის მათთვის, ვისაც უჩვენებს შესაბამისად მიიღეთ ინფორმაცია ის, რაც ამ მომენტისთვის აქტიური არის თქვენთვის და საჭირო. იმისთვის, რომ მოხდეს მიღებული ინფორმაციის ენერგობალანსირება, თქვენი მხრიდან არის საჭირო აქტიურობა. ეს იქნება რაიმე სახის კომენტარი, მოწონება, ჩემი არხის გამოწერა. შესაბამისად, ამ კუთხით დააბალანსებთ სიტუაციებს. მოდით ვნახოთ სიტუაცია. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში თქვენი ფინანსური მდგომარეობა როგორი იქნება სიტუაციური კუთხით, ხო? ეხლა გადიხართ კონკრეტულად პერიოდს, როდესაც სიტუაციურად საჭირო არის მეტად გადახარისხება თემები, რაში როგორი კუთხით გადაანაწილებთ ფინანსურ მდგომარეობას. იდეაში ეხლა აქ მე რასაც მიჩვენებს. უკეთესი მდგომარეობა პირდაპირ მნიშვნელობით მატერიალურ საკითხებში გექნებათ. მით უმეტეს ამასთან ერთვის ბედისწერის ბორბალი, ხო? ფორტუნას ბორბალი შეიძლება თქვათ უკეთესი მდგომარეობა, გამართლება, იღბლის პოზიცია პირდაპირ მნიშვნელობით. ფინანსური თემები უკეთესობისკენ იცვლება, უბრალოდ შენი მხრიდან საჭირო არის მეტად კონტროლირება, სად მიდის შენი ფინანსური ენერგია, რაში ხარჯავ, რაში ხდება მისი გადანაწილება, რისთვის გაქვს განსაზღვრული. რეალურად აქ რაც გჭირდება იდეაში ამ მომენტისთვის არის კონტროლირება და სწორი გადანაწილება ფინანსური რესურსის და ფინანსური ენერგიების. ზოგადად კიდევ როგორი იქნება მისი ფინანსური სიტუაციები, შემოსავლების კუთხით რა მდგომარეობა იქნება? სტაბილურობის სიტუაცია მოდის პირდაპირ. გექნება დასტაბილურებული მდგომარეობა, არ გექნება მომენტი, რომ საიდან როგორ არანაირად ვიშოვო ფულის თემა, შემოსავლები მუდმივად იქნება ამ სიტუაციების კუთხით, უბრალოდ შენი პრობლემა არის ის, რომ ხშირად გასცემ ფინანსურ ენერგიას და შესაბამისად შემდეგ ვარდები ფინანსური დეფიციტის თემაში. ერთი და იგივე წრეზე ხშირად ტრიალებ სიტუაციურად, ხო, დაუშვი რაღაც შეცდომა, ეგრეთ წოდებული ფულის გასესხების თემა. მოდი ესე ვთქვათ, ხო, ვალის პოზიცია გაეცი, მე რო უკვე სიტუაციები აგერია, ის რაც უნდა ყოფილიყო შენი ფინანსური თემა ავტომატურად გადავიდა სხვის ენერგიაში. აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში შესაძლებელია რაღაცა მომენტში გქონდეს საკუთარ თავთან დისკომფორტის თემები, საკუთარ თავზე ბრაზის მომენტი, რომ აი ესე არ უნდა გამეკეთებინა სინანულის თემა, მაგრამ ესეა თუ ისეა ფინანსურ თემებში მაინც ხარ მყარად პოზიციაში. გახსოვდეს, რომ მუდმივად საჭირო არის შენი მხრიდან ბალანსირების შენარჩუნება ფინანსურ საკითხებში, რადგან შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობები აკისრია როგორც საკუთარ თავთან მიმართებაში, ასევე გარშემოყოფთან მიმართებაში. მთლიანობაში ესეა თუ ესეა. სიტუაციები ცუდი ნამდვილად არ არის მატერიალური კუთხით, უბრალოდ გჭირდება მეტი გაკონტროლება საკუთარი ფინანსური ენერგიების. შემოსავლები არის სტაბილურობის კუთხით, დანარჩენი უკვე შენ ხელში არის. გესწრებ წარმატებას, ბედნიერებას. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე, ან მომწეროთ WhatsApp-ზე 551 11 28 68. ტელეფონზე ზარებს არ პასუხობ მხოლოდ და მხოლოდ მოწერილებს WhatsApp-ზე და შემდეგ უკვე კონსულტაცია იგეგმება. ნახვამდის.